ტერმინი განსაცდელი თავის თავში შეიცავს სიტყვას ცდა. შესაბამისად, ნებისმიერი განსაცდელი, რომელიც მოევლინება კაცობრიობას, ეს ხდება ერთის მხრივ მის მიერ ჩადენილი ცოდვების შედეგად და მეორეს მხრივ ადამიანის გამოსაცდელად. შესაბამისად, ნებისმიერი განსაცდელის დროს ადამიანმა უნდა ისწავლოს, რა გვასწავლა ჩვენ დღევანდელობამ და აი ამ კორონად სახელდებულმა ვირუსმა, რომელიც ჯერ არ გამქრალა სამყარო დედამიწიდან. და უპირველეს ყოვლისა და უმთავრეს ყოვლისა ყოველმა ადამიანმა უნდა გაიაზროს, რომ ნებისმიერი სნეულება ღვთისგან მომდინარეობს და შესაბამისად ერთადერთს ღმერთს შეუძლია ამ სნეულების აღგვა პირისაგან მიწისა. მოგონდა ეს ერთადერთ შემთხვევაში მოხდება. თუ კი ადამიანები გაიაზრებენ და სინანულში ჩავარდებიან, ამის ჩვენ უამრავი მაგალითები გვაქვს. ერთს მოვიხმობ საილუსტრაციოდ მხოლოდ და მხოლოდ. მაგალითად, იონას წიგნში, როცა ღმერთმა ინება და გადაწყვიტა ქალაქი ნინევია აღიგავა პირისაგან მიწისა და ეს და ამის ასე ვთქვათ გასაფრთხილებლად მანი გააგზავნა იონა წინასწარმეტყველი. იონა ჩადის ნინევიაში და ნინეველებს ეუბნება 40 დღე და ნინევია მოისპოვა და როგორც ეს წიგნი გვაუწყებს, ნინევიის მოსახლეობა საოცარ სინანულში ჩავარდა. თვით მეფეც კი გარდამოვიდა ტახტიდან, ჯვალოთი შეიმოსა და მარხვასა და ლოცვას მიეცა. წარმოვიდგინეთ, ეს არსად არ არის, რომ ცხოველებსაც კი ამარხულებდნენ. იმდენად ღრმა სინანული გამოხატეს და ღმერთმა ნინევია აღარ დასაჯა. ვიმეორებ, ნინევია უნდა აღგვილიყო პირისაგან მიწისა და ნინევია ღმერთმა აღარ დასაჯა. რატომ? იმიტომ რომ ნინეველებმა მთელი თავისი გონება, მთელი თავიანთი ცხოვრება, სული, გული მიმართეს ღვთისკენ, შენდობას თხოვეს ღმერთს ჩადენილ ცოდვათა გამო და ღმერთმა ამ ხალხს წყალობით მოხედა. რომ ნებისმიერი განსაცდელი ადამიანს, რომელიც მოევლინება, პირველი ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ცოდვების განწყვეტას ემსახურება, მეორე ნიშნავს იმას, რომ ადამიანი უნდა დაფიქრდეს, რომ ეს ყველაფერი ღვთისგან არის და მესამე და უმთავრესი ნიშნავს იმას, რომ თუ კი ადამიანი აი ამ განსაცდელს კეთილ გონიერებით მიუდგება, ეს განსაცდელი აუცილებლად დასრულდება და ამ განსაცდელისაგან ადამიანი კიდევ უფრო მეტად გაძლიერებული გამოვა.